16 მარტი 1904 წელი საინტერესოა რას იუწყებოდა ამ დროს ქართული პრესა. ამის გასარკვევად ეროვნული არქივის სამეცნიერო საცნობარო ბიბლიოთეკის საცავში ვიმყოფებით, სადაც ფაქტობრივად ყველა გაზეთია შემონახული, რომელიც სხვადასხვა დროს გამოდიოდა საქართველოში. მაგრამ რომელ გაზეთს ვეცნობით დღეს? დღეს გავეცნობით 1904 წლის ცნობის ფურცელს. ცნობის ფურცელი გამოდიოდა 1896 წლიდან. გამოდიოდა ასევე გაზეთის დამატება, ის იყო დასურათებული ლიტერატურული დამატება, ხოლო თვითონ ცნობის ფურცელში გაზეთში იწერებოდა ძირითადად პოლიტიკური სტატიები და ახალი ამბები. შეგვიძლია ვნახოთ რამე ახალი ამბავი რა წერია? ახალი ამბები სასამართლო თბილისის ქალაქის კასის გაქურდვა. მკითხველებს ემახსოვრებათ, რომ 1901 წელს 23 სექტემბერს ვიღაც ქურდემა გატეხეს თბილისის ქალაქის გამგეობის კასა და წაიღეს ფული და ქალაქის მესამე სესხის ობლიგაციები. როდესაც მისულან პოლიციელნი ქალაქის მოურავი და გამგებელი უნახავთ, რომ ქურდებს რაღაც იარაღით გაეტეხათ კასის შესავალი კარები. გამოემტრიათ შკაფი, იქედან გამოეღოთ რკინის ყუთის გასაღები და ამოელაგებინათ რაც რამე იყო. როგორც ქალაქის საქმეებიდან აღმოჩნდათ, ქურდებს კასიდან წაიღოთ ფულად 3273 მანეთი და 1 კაპიკი. კიდე რა იბეჭდებოდა ამ გაზეთში? კიდევ აქტიურად იბეჭდებოდა რეკლამები. თმის საღებავის რეკლამა ნიგზის ექსტრაქტიდან ნომერი 4711. ჭაღარა თმასა გინდა ქერას მოკლე ხანში სასურველად ღებავს. როგორც გსურთ, გინდ ღია ფერად, გინდ შავად. რამდენად უფრო ხშირად იხმართ ამ საღებავს, იმდენად უფრო გაშავდება თმა და ამიტომ გაჭაღარავებულ კაცს მალე შეუძლია წინანდელი შავი ფერი დაუბრუნოს თმას. ეს რეკლამა? ეს არის რეკლამა. სახალისო რეკლამები. როგორც ჩანს. ცნობის ფურცელი, ცხელი ამბების დასტა. ვიღაცა შეშამოუპარია, ბერის უბანში მოუპარია, თუ დაიჭირეს პასტა.